გურჯაანში კოქსანის ვირუსი ცირკულირებს. ის ასევე ცნობილია ენტეროვირუსის სახით, რომელიც ძირითადად ბავშვებში ვრცელდება. გადადების წყაროა დაავადებული ან ვირუსმატარებელი ადამიანი. ვირუსი შეიძლება აღმოჩნდეს საცურაო აუზში, სათამაშოებში, საყოფაცხოვრებო საგნებში, ქვიშის სათამაშო მოედნებსა და სხვა. ინკუბაციური პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. ამ დროისთვის რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატება საწყის ეტაპზეა, თუმცა იაშულის კლინიკის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით 2025-2026 წლების სეზონი გრიპის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება. ამის გამომწვევი არის ეგრეთ წოდებული ჰონკონგის ვირუსი, რომელმაც ივნისის თვეში მუტაცია განიცადა და გახდა უფრო იოლად გადამდები. შესაბამისად, სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ გრიპის შემთხვევები წელს უჩვეულოდ მაღალი იქნება. გადამდებლობის ბევრი გზები არსებობს. არსებობს საერთო-თვიანი გადამდებლობა, ანუ დაცემინებით, ყველით. არსებობს ორალურ ფეკალური გადამდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პირის ზღვრიდანაც შეიძლება ვირუსი, ფეკალური მასებიდანაც შეიძლება ვირუსი გადაედოს ადამიანს. არსებობს კონტაქტური, ანუ იმ სათამაშოებით თუ საყოფაცხოვრებო საგნებით თუ ჭურჭლით, სულ ყველა რაც იხმარა დაავადებულ შეიძლება იქიდანაც გადაედოს ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს, ეს დაავადება. ხელ-ფეხ-პირის დაავადებას უწოდება, ვინაიდან გამონაყარი არის ხელის მტევნებზე, ტერფებზე და პირის ირგვლივ. აგრეთვე პირის ღრუშიც, რის გამოც ბავშვებს მადაეკარგებათ, ახასიათებს ტემპერატურის მომატება. გამონაყარი შეიძლება გავრცელდეს უფრო მეტ ფართობზე, ხელის გულების, ფეხის გულებისა და პირის ღრუს გარდა. იმიტომ რომ დამოკიდებულია ეს პაციენტის მდგომარეობაზე, მის იმუნობიოლოგიურ ძალებზე, როგორი აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იმუნიტეტი ჩამოუყალიბებელია. შესაბამისად, ეს დაავადება იმიტოც უფრო ვრცელდება ამასაკობრივ ჯგუფში. ვინაიდან ვირუსული დაავადება, ანტიბიოტიკებით მკურნალობა არ ხდება, არსებობს სიმპტომური მკურნალობა, ანუ ტემპერატურა უნდა დავწიოთ, იმის გამო რომ პირის ღრუში გამონაყარია, შეიძლება ბავშვმა არ მიიღოს საკვები, სითხე, მოხდეს დეჰიდრატაცია, გამოშრობა ორგანიზმის. შესაბამისად, ეს სხვა გართულებებს გამოიწვევს, ამიტომ უნდა ეცადოს მშობელი, რომ მისცეს სითხეები და საკვებიც თბილი. არც ცხელი შეიძლება რომ არ გავაღიზიანოთ და არც ცივი. არ შეიძლება მწარე მჟავე საკვების მიღება რომ არ გააღიზიანოს პირის ღრუ. აი ესეთი დაავადება. დაცვის საშუალება, პროფილაქტიკა, ძირითადად არის ხელების ხშირი დაბანა, ყველაზე აუცილებელი. გარდა ამისა, საბავშვო ბაღებში თუ ბაღში რომელიმე ჯგუფში აღმოჩნდა ესეთი დაავადებული, უნდა მოხდეს იმ ბაღში ყველა ნივთის დეზინფექცია, კი არა და დღის ბოლოსაც უნდა მოხდეს მაგიდების, სკამების, ტუალეტების, უნიტაზების დამუშავება უსათუოდ ქიმიური საშუალებით, რომელიც მოახდენს დეზინფექციას ამ ვირუსისას.